მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. მთავარი პროცესების მიმოხილვა და ბუნებრივია, ჩვენ ეს პროცესები შეგვიძლია დავიწყოთ აუცილებლად საქართველოში არსებული მდგომარეობით, რადგან ყველაფერი, რასაც მე ვიხილავ, გარემოვლენები იქნება თუ შიგა მოვლენები მხოლოდ საქართველოს უკავშირდება და ამ მოვლენების გავლენას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვერავულით გვერდს იმ კატასტროფას, როდესაც იჭერენ მინისტრებს და იჭერენ თავდაცვის მინისტრს. რადგან კაცი, რომელსაც შეუძლია საკუთარ სახელმწიფოს თავდაცვას, არმიას მოპაროს ფული, ეს ამ კაცის დანაშაული არ არის. იმიტომ რომ არ შეიძლება არსაიდან მოიყვანო ვიღაც დანიშნო ასეთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე და შემდეგ, როდესაც ის ჩაიდენს იმას, რაც ჩაიდენა, გამოაჩინო თავი თითქოს რაღაცის გასწორებას ცდილობს. მე დღეს ოფიციალურ განცხადებას როცა ვნახულობდი, კომენტარი ვნახე და მე მგონი ამ ეგრეთ წოდებულ ქოც უბედურებს ელემენტარული აზრი აქვს დაკარგული დიდება დინარაძეს იწყება შიგაწმენდა და ასეთი მსგავსი კოშმარი, სრული კოშმარი. მე კი წლებია ვწერ ამის თაობაზე, სხვათა შორის მაგ პიროვნებაზეც დავწერე, როდესაც თუ თქვენ გახსოვთ, სრულიად გაუგებარ საკმაოდ დაძაბულ მდგომარეობაში, თავდაცვის მინისტრი მიდის შეერთებულ შტატებში. მე მაშინ გავაკეთე რეაქცია და ვთქვი, რა უნდა თავდაცვის მინისტრს ასეთ მდგომარეობაში, როდესაც მიდის ამერიკაში, როდესაც ამერიკაში უნდა მიდიოდეს საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრს, როცა ქვეყანაში დაძაბულობა, პოლიტიკური დატვირთვის ვიზიტი არ შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, თუ გახსოვთ, არაფერი დამალული არ იყო, კაცო, რაც ერჩიან ამ კაცს. თუ გახსოვთ, რაღაც დღეობა გადაიხადა შვილის თუ ვიღაც თუ მეუღლის, მე მგონი და საუბარი იყო, რომ 100,000-ობით ლარი დახარჯა. ეს ხო ღია ტექსტი იყო. სად იყავით მაშინ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება? რას ელოდებოდი? შეიძლება მინისტრმა 100,000 ლარი გადაიხადოს მეუღლის დაბადების დღეზე, გასაგებია, ეს გროშებია დღევანდელი ოცნების ლიდერებისთვის, იმიტომ უკვე საკმაოდ სუყეთ არიან 12 წელია მაგრად ძარცვებს ქვეყანა. მაგრამ ეს არის მახინჯის სისტემის შედეგი. მე არაერთხელ მithქვამს, არასდროს ტენდენციური არ ყოფილვარ, არასდროს რაიმე არ მithქვამს, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ნიშნის მოგების თვალთახედვით მესაუბრა, რომ არიქა ოცნება ასეთია, ეს ასეთი არა, ფაქტებზეა საუბარი. არაფორმალური, მე გეუბნებით ფუნდამენტს. არაფორმალური მართლობა, ანუ როდესაც სახელმწიფო არ იმართება კონსტიტუციური წყობის ფარგლებში, თავრობის როლი არ აქვს, პარლამენტის როლი არ აქვს, სასამართლო როლი არ აქვს, არის ერთი კაცი, რომელიც მართავს, ამ სისტემას შენარჩუნება უნდა. არაფორმალური მართველი სისტემის გარეთაა, მაგრამ სისტემა ხომ მუშაობს. ამ სისტემამ არაფრის უფლების მქონებდა საერთოდ არაფერმა ფორმალურმა, რომ შეინარჩუნოს და რაიმე უბედურება არ მოგწიოს შენ არაფორმალ მმართველს, ისინი ხეირში უნდა ამყოფო, ანუ ფული უნდა აკეთებინო. ეს სისტემაა ეხლა. ვის ვემართლებით რა კობახიძის გუნდია კარგი და ესენი არიან. ეხლა მოვა სხვა და კობახიძის გუნდს მიადგებიან და არანაკლები დაჭერები იქნება. ესე იგი ვარ ტრაგედიის წინაშე. ამიტომ ყურადღებით გაანალიზეთ ის, რაზეც ვსაუბრობ, რა გამოვიდა ხა რამდენი საცოდავი შემომივარდა არიქა
თქვენ ვინახართ და ბიძინასთან შედარებით და მე არავის არ ვედრები. მე გახლავთ დემურ გიორხელიძე, ერთი კაი ქართველი, რომელიც გაიზარდა ამ წიაღში, მოაღწია აქამდე და არავის არ გავჯიბრები ვარ, არ მჭირდება გაჯიბრება, იმიტომ რომ ეს სხვებისთვის ძალიან დიდი წამგებიანი რამე იქნება. ამიტომ მე მაინტერესებს ჩემი ქვეყანა. რამდენი შემომივარ და არიქაესა ოცნება შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ, მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და ამ საქმეს ვაკეთებ, იმიტომ რომ ასეთი ვარ და არა ისეთი, როგორიც ამ კატეგორიის ხალხია გაუნათლებლები, უვიცები, საცოდავები და ბელადო მანიით შეპყრობილები და თანამდებობის პირების აი რომ იტყვიან ხმოს აღტკინებით მაყურებლები. მაგრამ ეს მინისტრი იქნება, ვიღაცა ოპოზიციონერი იქნება თუ ასე შემდეგ და ეს არის ერთი სისტემა, მე გუშინ ვისაუბრე ძალიან ფუნდამენტალურ რამეზე და შაბათს მექნება საშინაო მთლიანად ანალიზი, დღეს უბრალოდ მე რამდენად დავღნიშნავთ ამ ფაქტს, რომ ქართული სახელმწიფო არის უსაშობელო საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ მას დამპალი პოლიტიკური სისტემა აქვს, მას ხელისუფლებაში ყავს ხალხი, რომლებიც პროფესიულად არ შეესაბამებიან ამ დონეს, არიან ჩაფლული უსაშველო კორუფციაში, მეტი რა გინდათ კიდე გეუბნებით. თავდაცვის მინისტრი დაჭერილია ფულის მოპარვისთვის. მინისტრი რომ იყო, მაშინაც იპარავდა ფულს და მთელმა ქვეყანამ იცოდა ეს. იმდენად ცოტა ჟარგონზე ვიტყვი, იმდენად განაგლებული ვიღაცა იყო, 100,000 ლარიანი თუ მეტი დღეობა დაბადების დღე აღნიშნა ცოლისა და თქვენ მე მეუბნებით, რომ ეს ხელისუფლება რაიმეს აკეთებს ქვეყნისთვის. ასე რომ ტრაგედიის წინაშე ვართ, კარგად დაუკვირდით, გულში გაატარეთ, მე საქართველოს მიმართავ, მე ქოცი ნაცი, ამნაირ არასერიოზულ და უბედურ ხალხთან საერთოდ შეხება არ მაქვს. გითხრათ სიმართლე, ამათ ხალხადაც არ ვთვლი. რატომ იცით? მათ თვითონ მიიყვანეს თავი ნახირის დონემდე და აკეთებენ იმას, რომ ქვეყანა თავზე ექცევათ და კიდე აღფრთოვანებული არიან ხალხით, რომლებიც შეიძლება ხვალ სხვა ხელისუფლების დროს დასაჭერები იყვნენ. ეს არის ჩვენი ტრაგედია. ამიტომ კარგად მოусმინეთ, გაიაზრეთ ჩვენ სხვა არაფერი არ გვინდა, ქართულთა დიდი გაერთიანების ინიციატივებს, ჩვენ ზედმეტად არ ვაქტიურობთ რაღაც პროპაგანდას, არ არის ეს საჭირო. კაცმა, საღმა ადამიანმა გონივრულად უნდა გაიაზრო რა ხდება და შენნაირი მოძებნო, ამას რათ უნდა პროპაგანდა, ამას რათ უნდა, ჩვენ მალე გავაკეთებთ ალბათ. ოღონდ გავაკეთებთ ამას ისე, რომ არა ჩვენ შევარჩევთ, არამედ ქართულთა დიდი გაერთიანებაში რაღაც მართვის რგოლს შევქმნით, კოლეგია დავარქვათ, რაიცაც დავარქვით, სათათბირო ჯერჯერობით არაფერი არ არის, არავინ არ იფიქროს, რომ რაიმე არის, სერიოზულად არა, მაგრამ ყველა წევრი, რომელიც აქ იქნება გაერთიანებული, წამოვა რეგიონებიდან თვითონ ადგილებზე შეარჩევენ იმ ხალხს, ვინც ამ მართვის რგოლში მიიღებს მონაწილეობას და ეს ყველაფერი ღია იქნება. მე მინდა მთავარი პრინციპი გავატარო ქართულთა დიდი გაერთიანების, ჩვენ ვართ ერთი. მე ან ბატონი დავითი, ან ბატონი ზაქარი, ან ბატონი გიგლა, თქვენი უფროსები არ ვიქნებით. ჩვენ გვინდა თქვენთან ერთად ამ ქვეყნის გვერდით ვიყოთ, რაღაც ორგანიზება ჭირდება ამ საქმეს, რაღაც სერიოზული კოორდინაცია ჭირდება, ჩვენ ამ მექანიზმს მალე შევქმნით, ეხლა მთავარია რომ გაძლიერდეს ეს 27 სექტემბერს კი მართლაც გთხოვთ, მობრძანდეთ და გამოხატოთ ჩვენი პოზიცია, იმიტომ რომ საშიშისკენ მიდის საქმე. ნახეთ დასავლურ პრესაში პირდაპირ იწერება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიდის საქმე.
მოდით ასე ვთქვათ, ეს ზედაპირზე ჩანს. სინამდვილეში კი მიდის საქმე იმისგან, რომ პოლიტიკურ სცენაზე არსებული ხალხიდან განთავისუფლდეს პოლიტიკური სცენა, ვინც ზედმეტია. ეს რაც ხდება, თუ გნებავთ ამ მინისტრის დაჭერა და ასე შიგა ოცნების დაპირისპირება, ოცნებაში შიგნით არსებული სხვადასხვა კლანების დაპირისპირება და მე გითხარით თავარი მიზანი რა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა ოცნების ლიდერი ფაქტიურად და საქართველოს მთლიანობაში იზოლაციაში აღმოჩნდა და ეხლა მიმდინარეობს გარედან კარგად მართული პროცესი, რომ მოხდეს ისეთნაირი კონცენტრაცია ხელისუფლებისა, რომელიც გარედან აბსოლუტურად მართვაც გახდის ის ყველაფერი. ეს ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ უფრო დიდ პრობლემებს გაგვიჩენს, მაგრამ ჩვენ ვართ დიდი საფრთხის წინაშე. ჩვენი საფრთხე ორია. საშინაო არასტაბილურობა, პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანა გვაქვს, საშინლად არასტაბილური, მოიტყუებს ვინმე თავს, რომ დაჭერებით შეიძლება ამ კრიზისიდან დაძლევა. კრიზისიდან დაძლევა ჩვენ უკვე არაერთხელ გავახმიანეთ რა არის ფუძე. კრიზისიდან ან გამოდიხარ ფუნდამენტალურად, ან კრიზისს აღრმავებს. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ესე იგი, რა კი ასეთი სიტუაცია არის, ამ სიტუაციას აქვს მეორე ფონი, რომელზეც მე მინდა გადავიდე. ეს არის ევროპაში არსებული მდგომარეობა, რომელიც უშუალოდ გავლენას ახდენს საქართველოში დღევანდელ შიდა დაპირისპირებაზე. რა არის ეს? ეს არის ომისთვის აშკარა მზადება, ხაზს უსვამ. ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებები, რომ 26 ქვეყანა მზად არის განათავსოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე, არის პირდაპირი მოწოდება ომისაკენ. რა გამოვა აქედან სხვა თემა არის, ჯერ გავაგრძელებ ამ ხაზს, შემდეგ ვისაუბრებ სხვა რამეზე. ამას მოყვა რუსეთის პრეზიდენტის სერიოზული განცხადება, რომ ყველა ვინც კი შემოვა უკრაინაში, სამიზნე იქნება და განადგურდება. საქართველოში მალავენ და ილუზიებს არის აყოლილი მედიის, ეს საკანალიზაციო მედიის გარკვეული ნაწილი და ეგრეთ წოდებული ანალიტიკოს წყალებში ჟურნალისტები და ვიღაცები. უკრაინაში დაღუპულია ნატოს წევრი ქვეყნების ნატოს სტრუქტურის არაერთი მაღალი ჩინის ოფიცრები და ეგრეთ წოდებული დაქირავებულების სახით შემოსული ჯარები, რომლებიც სინამდვილეში გადაცმულები არიან. უამ ასობით არ არის საუბარი, ათასობით მსხვერპლზე რა საუბარი, იმიტომ რომ მათი თვალთვალი ხდება, რუსებს აქვთ ამისი თვალთვალი კოსმოსიდან, მათი კონცენტრაცია სადაც ხდება, ისინი ნადგურდებიან. ამ ბოლო დროს სერიოზული განადგურება მოხდა, კიევში დიდი დარტყმები რომ მოხდა, ხომ? ამიტომ ბუნებრივია, რა კი უკრაინა გამოყენებული არის და შეერთებული შტატები უნდა ითქვას პირდაპირ ფაქტობრივად ხელს უწყობს იმას, რომ ევროპისა და ნატოს დაპირისპირება მოხდეს რუსეთთან, ფაქტობრივად ცეცხლს უნთებს ამას და ამის მიზეზი სერიოზულია. ამერიკის პრეზიდენტი ძალიან არასერიოზული კონსულტანტებისა და თანამოაზრეების გარემოცვაშია მოხვედრილი და ის ფაქტობრივად დიდი ქვეყნის შესაბამისი მეთაურის ტოლფას პოლიტიკური თვალსაზრისით წონიან, ვერც განცხადებებს აკეთებს და ვერც ნაბიჯებს. ესე იგი, რა კი ევროპასია მომართული, სულ გუშინდელი განცხადება აიღეთ იმ საცოდავისა, რომელსაც ევროკავშირის პირველი დიპლომატი ქვია კაია კალასია, ხო, ესე იგი, რომ უკრაინაში ომიო რამდენიმე წელი კიდე გაგრძელდებაო, ეს კაი იმითო, თორე ისევ უფრო შორს შეიძლება გაგრძელდესო. დაუფიქრდით,
რას ნიშნავს ამის განცხადება? ასეა თუ ისეა, ეს ადამიანი არის ოფიციალური ერთ-ერთი უმაღლესი პირი ევროკავშირის. მეორე განცხადება, რომელიც დასავლეთში ძალიან მაგრად ნეგატიურად იქნა მიღები, კაია კალასმა განაცხადა, რომ აი ჩინეთში 80 წლის თავის გამარჯვება რო იყო, ჩემთვის სრულიად სიახლეა ის, რომ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში რუსებმა და ჩინელებმა საერთოდ რაიმე წვლილი შეიტანეს. ხალხმა, რომელმაც დაკარგა 50 მილიონ ადამიანზე მეტი და რა იყო? დიახ, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები მიეხმარა, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც აშკარად გახდა, რომ გერმანია განადგურებული იქნებოდა და მთელი ევროპა რომ არ გაწითლებულიყო, მხოლოდ მაშინ მიეხმარნენ, 44 წელი იყო, ხო? ამიტომ ოფიციალური პირის ასეთი კრეტინული განცხადება, რომელიც არის ფაქტობრივად, რუსებმა არ უპასუხეს, მაგრამ ჩინელებმა ძალიან მკაცრი რეაქცია გააკეთეს ამაზე, მიუთითებს ერთ რამეზე, კონფრონტაცია გაგრძელდება და ევროპაში ეს განწყობები ავტომატურად გადამოაქვთ ყველანაირი გზებით საქართველოზე, იმიტომ რომ საქართველო არის შესანიშნავი ადგილი ახალი დიდი პრობლემის გასაჩენად რუსეთისათვის და უკრაინაში დატვირთვის შესაძლებლად, რადგან ეს ყველაფერი უკავშირდება საშინლად მტკივნეულ ჩრდილო კავკასიის ძალიან სერიოზულ და იოლად აფეთქებად ორ რეგიონს, როგორც არის პირველ რიგში დაღესტანი, მე იქ ნამყოფი ვარ და ყველასთან შეხვედრებზე გარკვეული მაქვს სიტუაცია და თვითონ როცა მოძრაობდით დაღესტნის ტერიტორიაზე, სულ გადაკეტვები იყო და სპეციალური ხალხი მიყვებოდა, რომ რაიმე გაუგებრობა არ მომხდარიყო, ამიტომ ჩვენ არასდროს დავიდეთ იქამდე ისეთ პრიმიტიულ აზრობამდე, რომ ვიღაცა ნაცი ყოფილი საშინელი ხელისუფლება ებრძვის დღეს ხელთუქმნელ, ესე იგი ოცნებას და ასე შემდეგ. ხას უსვამ. მე მხოლოდ გონიერი ხალხით, ნაცი და ქოცი ეს ერთი ჯგუფია, მით უმეტეს ახლანდელი სახელისუფლებო ჯგუფი, ერთი მიზანი აქვს, ერთი პატრონი ყავთ, ერთი მიმთითებელი ყავთ, მე არ ვიცი რა შეძლებს დროებით ბიძინა ივანიშვილი დაბალანსებას. მე რასაც დღეს ინფორმაცია მაქვს და რასაც უყურებ, ფაქტიურად ვერ შეძლებს, მაგრამ ეს იყო შაბათისთვის თუ რატომ და ყველა სცენარი გავიაროთ. ეხლა კი მე მინდა ზუსტი კავშირი გქონდეს ჩვენ ევროპის განწყობებსა და საქართველოში მიმდინარე შიგა პრობლემებს შორის. დააკვირდით, გამძაფრებული რიტორიკა, ფაქტობრივად აგრესიულობა, რომელიც ადრე არ იყო, ყოველთვის იყო ასეთ შეხლა-შემოხლაში აგრესია, მაგრამ არა ასეთი აგრესია, როგორც იყო. რაღაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ტრაილერის დაკავება და ასე შემდეგ. ღიად მიუთითებს და საერთოდ არც ტრაილერის ფაქტი რომ არ იყოს და ასე შემდეგ. ჩვენ ბრმები ვართ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ქვეყანაში როგორ მიდის მდგომარეობა ისეთ დაძაბულობამდე. ნახეთ, ახალგაზრდების ნაწილი იმ არ მინდა ცუდი სიტყვა იმ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერ თახსირ უნივერსიტეტებში იზრდებიან, იწამლებიან, იმ მოწამლული ლექტორ მასწავლებლების შემწეობით და ეს სახელმწიფო პოლიტიკა, ეს ვიღაც ილიაუნი და ვიღაც ესენი თავისით ამას არაფერს არ აკეთებენ. რატომ კეთდება? ამ ხალხს ახალგაზრდა ასაკში ჩააგონეს, რომ ეს ასეა, ყველაფერი ტყუილი ჩააგონეს. აქ არ დგას
ქართული სახელმწიფოს მომავალზე ფიქრი და აქ დგას დაპირისპირება, კონფრონტაცია, ყალბი ორიენტაციები და ასე შემდეგ და მცდარი შეხედულებები, რომელიც სწორედ გამოყენებულია იმისთვის, რომ ახალგაზრდები აანთონ იმ დონეზე, რასაც ჩვენ ვხედავთ ქუჩის ამ ბოლო დაპირისპირების დროს. კიდევ უფრო უარესობისკენ წავა საქმე. მე ვფიქრობ, რომ სრულიად არ არის ექსცესები გამორიცხული 4 ოქტომბრისათვის. საქმე რაშია? რატომ აქვს ხელისუფლებას პრობლემა? ხელისუფლება არის არალეგიტიმური. თავს რატომ ვიტყუებთ? 2024 წლის არჩევნებში შედეგები არ ცნო არავინ გარდა თვითონ ეგრეთ წოდებულმა გამარჯვებულმა პარტიამ. პოლიტიკური არჩევნების იდეა კი ის არის, რომ შედეგები უნდა იყოს აღიარებული არა მარტო მოგებულის მიერ, არამედ ყველა მონაწილის მიერ. ეს არის ლეგიტიმაცია ხალხის მიერ. ხალხი რამდენი არ მივიდა, რაც მივიდა, ისიც მივიდა თუ არა კიდე უზარმაზარი კითხვის ქვეშა და მარტო ზის ეს პოლიტიკური ორგანიზაცია პარლამენტში მას არ შეუძლია რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ესე იგი თავი უნდა მოუტყვიოთ, რომ ეს არის სრულფასოვანი ხელისუფლება, ამიტომ აქვს პრობლემები. ამიტომ როდესაც მან გადაწყვიტა მოეწყო წესით უნდა გადაედო, არ აქვს მას ამის ძალა. მორევით, რა თქმა უნდა, შეძლებს მორევას და 4 სექტემბერს თუ მიეცა საშუალება გამარჯვებულათაც გამოაცხადებს საკუთარ თავს, მაგრამ შეიძლება პრობლემები იქნას. რატო? რაკი სისუსტე ქვეყანას დაჭერილი აქვს? ქვეყნის უდიდესი სისუსტე არის კონსტიტუციური წყობის არარსებობა. ანუ ნომინალურად არსებობს, რეალურად არ არსებობს. მეორე, სახელმწიფოს უზარმაზარი პრობლემა არის არასერიოზული პოლიტიკური ძალები ქვეყნის სათავეში, რომლებიც არ წარმოადგენენ დამოუკიდებელს და საკუთარი სახელმწიფოს მესვეულ პოლიტიკურ ძალებს. მათ არ აქვს შეხედულებათა ის სისტემა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან, ქართული ხალხის ინტერესებიდან ამოდის. ამიტომ თქვენ ვფიქრობ და დასავლეთში მიამიტი ხალხია და ამ ფულებს იმიტომ აგზავნიან, რომ ესენი ახლა მოატყუებენ, იმათ ფულს აიღებენ და მერე აქ ერთმანეთში ისე გარიგდებიან, რომ ყველაფერი კარგად იყოს. აპატიეთ, მაგრამ ქუჩურად რო ვთქვათ, არავინ არავის უпростоრად არავინ ჭამს იმას, რისი ჭმევაც საქართველოს ხელისუფლებას უკვე კარგახანია უნდათ დასავლეთისა. არ გამოვა არაფერი. ამიტომ უშუალო კავშირია. მეორე, ძალიან საშიში სიტუაცია, რომელიც მიუთითებს იმას, რომ დასავლეთის ნებისმიერი ქმედება მინუს აშშ კიდე გეუბნებით. შეერთებული შტატები არასდროს არ დაუპირისპირდებიან რუსეთს პირდაპირ, ისევე როგორც არ დაუპირისპირდებიან ჩინეთს პირდაპირ, მაგრამ რესურსი არის ნატო, ევროკავშირის ქვეყნები. ნატოს სიტუაცია ცოტა უფრო გაირკვა პოლონეთის ტერიტორიაზე იმ უპილოტოების შეჭრის ფაქტის შემდეგ. ვერ ადასტურებს და არ ადასტურებს პოლონეთის ხელისუფლება. ტუსკი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ეს რუსების გაშვებულია. თუ გაშვებულია მოსასინჯად არის და აღმოჩნდა, რომ ნატოს თავდაცვის უნარიანობა არის ფაქტობრივად გახვრეტილი შაორის ტოლფასი. აქედან ჰოლანდიური რაღაც F-35-ები გაუშვეს, იქედან ეს გაუშვეს, არაფერი. ჩამოგდებული იქნა მცირე ნაწილი და ისიც კი არ იციან და ამ დროს უკრაინაში მიდის გუგუნი იმისა, რომ რუსეთმა და რომ იტყვენ დაარღვია ნატოს წევრი ქვეყნების საზღვარი. ამ დროს პოლონეთში წერენ და მუქარით ესაუბრებიან უკრაინელებს, რომ ნუ გინდათ ჩვენი ომში
შეტყუება, იმიტომ რომ არავითარ რუსებს ეს არ გაუშვები. პოლონეთი ეს ნატოს ერთ-ერთი თითქოს და ბურჯი ქვეყანა ხასუსა. ბალტიისპირეთთან ერთად პირველი იქნება დიდი დაპირისპირების რომ განადგურდება. მაგრამ არა მხოლოდ ის. რატომ ვამბობ ამას მე? მოხდა უცნაური რამ, როდესაც რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის გერასიმოვის თანდასწრებით ბრიფინგზე გამოიკრა უკრაინის რუკა, სადაც ახლა დაკავებული ტერიტორიების გარდა ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზოლად შეტანილია ნიკოლაევის ოლქი, ოდესის ოლქი, ხარკოვის ოლქის დიდი ნაწილი, სუმის ნაწილი და ასე შემდეგ. შეუძლებელია სამხედრო პირმა გააკეთოს ისეთი განცხადება, თუ ის არ არის ხლად პირველ პირთან შეთანხმებული და თუ ეს არ არის გამიზნული ინფორმაციულად, ინფორმაციის მიწოდებისთვის, არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ამერიკისთვის. ეს რუსებმა გააკეთეს ჩინეთში ვიზიტის შემდეგ. ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი ამ კონფლიქტში მართალია იყო, მაგრამ მაინც დისტანციური იყო. ამ ვიზიტის შემდეგ, რომელზეც ბევრი საუბარი არ ყოფილა, მაგრამ აშკარად ჩანს, მე ათასნაირად ვეცადე რაღაცას მივწოდო, მოდი და მგონი რაღაცებს მივწდი, მოხდა სრული ინფორმირება ჩინური მხარისა რუსეთის მიზნების შესახებ და ამ რუკის გამოქვეყნება ნიშნავს იმას, რომ ჩინელები ამ სქემას დაეთანხმდნენ. და აშკარა არის, რომ რუსები დაეთანხმდნენ სრულად ჩინეთის პოზიციას, არა მხოლოდ ტაივანის მიმართ. ჩინეთ-რუსეთის დაახლოება არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უდიდესი შეცდომების შედეგი. ხასუსო, რუსები არ არიან მიდრეკილი, თავიდან ბოლომდე იყვნენ აღმოსავლეთზე მიბმული. ისინი ძალიან დიდ მოლოდინს ახორციელებდნენ, როდესაც ელოდნენ 9 მაისის სამხედრო აღლომის დროს ამერიკის პრეზიდენტის ჩამოსვლას. უნდა ჩამოსულიყო თუ არა შეერთებულ შტატებში. ანბანური რამეა. ამერიკელებმაც დიდი მსხვერპლი მართალია საბჭოთა კავშირთან შედარებით შეუდარებლელი, მაგრამ როგორ არის შეუდარებელი კაცო 100,000 ადამიანის 100,000-ობით ადამიანის სიკვდილი ვერ იქნება მცირე, ხო? მაშინ ამ ვიზიტის ცენტრში იქნებოდა ბატონი დონალდ ტრამპი და რუსები მას განსაკუთრებული დამოკიდებულებით მოექცეოდნენ და ცხადია, ასევე მოხდებოდა პეკინში პრეზიდენტი რომ ჩასულიყო შეერთებული შტატებისა, იქაც ჩინეთის პირველი პირი უდიდეს ყურადღებას დაუთმობდა და მან გააკეთა ის, რაც პოლიტიკაში არის შეცდომა. შედეგად რა მოყვა ამ ვიზიტს? დავაკვირდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. არის თუ არა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაში პრობლემა? ეს რუსეთის პრობლემა რატო? მას აქვს უზარმაზარი ტერიტორია და მას არ ყოფნის ხალხი. ხალხი არ ყოფნის. შორეული აღმოსავლეთის ასათვისებლად იქ მეჩხერიანობაა საოცრად, ჩინეთის მოსახლეობა იზრდება. მომავალში რა იქნება, არავინ არ იცის, მაგრამ ტრამპის უდიდესი შეცდომების შედეგად ციმბირის ძალა რო ქვია 30 წლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სადაც დიდი ინვესტიციები იქნება და ჩინეთი მიიღებს იმაზე უფრო იაფად ბუნებრივ აირს, ვიდრე ამას ევროპა იღებდა. ეს
დამოკიდებულება და ეს კონტრაქტი არ წარმოადგენს მხოლოდ ბუნებრივ აირთან დაკავშირებულს. ეს არის სტრატეგიული ურთიერთობის ხაზგასმა, შემდეგი მოსკოვის ნაბიჯები და ასევე პეკინის შემდეგი ნაბიჯები მიუთითებს იმას, რომ ეს ორი ქვეყანა აბსოლუტურად კოორდინირებულია. ამას დაემატა სრული სისულელე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში, ერთი აიდაჰოელი პროკურორია, განაცხადა სისულელეები, რომ რაც ვნახეთო პეკინშიო, ესო მოპარული ამერიკული ფირმებიდანო, ესო არაფერი არ არისო, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართო, რომელსაც ვერავინ ვერაფერს ვერ დააკლებსო, ამიტომ ჩინეთი ვერ დაიწყებს ომსო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდე გეუბნებით. ისევე როგორც უზრდელად იქცევიან ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში, ისინი არღვევენ ვენის კონვენციას, ისინი არღვევენ დიპლომატის უფლება მოვალეობებს, ისეთივე სისულელე, რატომ იცით, ელჩს არ აქვს უფლება მისი ხელისუფლების პირველი პირის გარეშე, მისი პოლიტიკური პოზიციის გარეშე რაიმე განცხადება გააკეთოს. ამერიკის ელჩს ნატოში არანაირი განცხადების უფლება არ აქვს და ის რაც განაცხადა ამ აბსოლუტურად პროფანმა სამხედრო საქმეში ვნებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, იმიტომ რომ მას ავტორიტეტს უკარგავს. პოლიტიკა არის ავტორიტეტი. ხასუსვა არაერთხელ მithქვამს და საქართველოს მაგალითზეც ამაზე ხაზ გამისვამს არაერთხელ. ჩვენი ხალხის ერთი უდიდესი ნაკლი, გარკვეული ნაწილის არის ის, რომ თანამდებობის პირზე ვინც არ უნდა დაუსვა, ხბოს აღტკინებით შეხედავს და ნებისმიერი სხვა ადამიანი არაფრად მიაჩნია თანამდებობის პირი. ეს არის ყმური დამოკიდებულება, მე ვთქვით ხო, ყმა როცა ხარ სულში. ამ დროს პოლიტიკური ფიგურის ავტორიტეტს თანამდებობა არ განსაზღვრავს. ეს არის პიროვნული ავტორიტეტი. პოლიტიკა არის არათანამდებობა, პოლიტიკური ლიდერი არის არათანამდებობა, არამედ ავტორიტეტი. ეს ავტორიტეტი არ არის დღეს საქართველოში. ამან სცენაზე მყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის ისინი რაღაცებს რომ იტყვიან, მოძრაობენ რაღაცებს, იკრიბებიან, მაგრამ დამოუკიდებელი ფიგურა ფაქტიურად არავინ არ არის. ხელისუფლების ფიგურებია და ასევე ტრაგიკომიკური ფიგურები არიან, პირველი პირიდან დაწყებული, იმიტომ რომ ისინი ვერაფერს ვერ აგვარებენ. ესე იგი, მივედით იქამდე, რომ პოლიტიკური ავტორიტეტის არ ქონა საქართველოში, შეერთებულ შტატებშიც კი, როცა გარემოცვა არასათანადო კონდიციისა იკრიბება, უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყანას. რა ზიანი მოუტანა ამ ელჩის და კიდევ რუბიოს და კიდევ სხვების განცხადება? არასერიოზულობის აღქმა. თქვენ თუ ფიქრობთ, შეიძლება საქართველოში გარკვეული ნაწილი აღთავანებული იყოს ყველაფრით, რაც დასავლეთში ითქმება, მაგრამ მსოფლიო ხო ასე არ არის, ხო? არის საღი ხალხი, არის სახელმწიფო ინტერესები და ამ ინტერესების ხელყოფას არავინ არ დაუშვებს. ესე იგი, ამერიკული შეცდომების შედეგად მოხდა ის, რაც დასავლეთში აი უკვე რამდენი დღე გავიდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტიდან და შემდეგ უკვე 3 სექტემბერს სამხედრო აღლომიდან. ძალიან სერიოზულად აი responsibility statement და ესეთმა ცნობილმა ძალიან ბრიტანულმა გამოცემებმა პირდაპირ გააკეთეს. დასავლეთში ცდებიანო იმაში, რომ პეკინში შეიკრიბა
ანტიდასავლური ბლოკი. ცხადია სისულელია, სწორად დაწერა ამ სერიოზულმა გამოცემამ და სხვებმაც იგივე არ არის ეს ანტიდასავლური. ანტიდასავლური კი არ არის, ეს არის დასავლეთის და პირველ რიგში შეერთებული შტატების აბსოლუტურად გაუმართლებელი პოზიციის შედეგად, იქ იდეოლოგიური მოთხოვნები, იქ აწყობილი ფინანსური სისტემა, სადაც მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებია და ასე შემდეგ. არა, პეკინში შეიკრიბა არადასავლური ქვეყნები, რომლებსაც უნდა ერთმანეთში კოორდინაცია გააკეთონ მეორადი სანქციებიდან თავის დასაცავად და ერთმანეთის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რომ ამ დიდმა ზეწოლამ მთელი ჯერჯერობით საერთაშორისო სისტემა, ანგლო-საქსური 200-წლოვანი სისტემა, რომელიც ინგრევა, ამ დასაცავად. ნახეთ, საღმა დასავლელებმა ზუსტად დაინახეს ის, რუსეთს რა შეჭირდება ამ დასავლურობა. რუსეთი ყველაფერზე წავა, ოღონდ შეერთებულ შტატებთან აღიდგინოს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ფართო ურთიერთობები და მასაც შეერთებული შტატებისთვის კოლოსალურად დიდი რამეების შეთავაზება შეუძლია. არა მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. იგივეა ჩინეთი. ნახეთ, ამერიკის შეცდომება ჩინეთი აიძულა დაახლოებოდა რუსეთს, სერიოზულად დაახლოებოდა. ეხლა მალე ამათი კავშირი არ გაწყდება, 10 წლეულები არ გაწყდება, მაგრამ ნახეთ ჩინეთი რას აკეთებს? დასავლეთთან ურთიერთობა, არა კი ამერიკასთან არ გამოდის, ევროპასთან დაიწყო ურთიერთობის გაძლიერება და მას აქვს ამ მხრივ სერიოზული წარმატებები. ესე იგი, ჩემი ამ საუბრის თავარი დასკვნა ისა, რაც არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ყველა ქვეყანა გამოდის შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობიდან საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი დამოუკიდებლობის გაძლიერებისათვის. შენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ იქნები გამორიცხული. მაგრამ შენ იმიტომ გინდა კონტაქტები ყველა ქვეყანასთან, მეზობელი იქნება, ახლო მეზობელი, შორე მეზობელი, არ აქვს მნიშვნელობა, რომ დაალაგო დიპლომატიური ურთიერთობები, სადაც ურთიერთდათმობების ხარჯზე, მაგრამ არა სტრატეგიული და საზეანო დათმობების ხარჯზე, შენ კარგ ურთიერთობას დაამყარებ, გიყვარს ვინმე თუ არ გიყვარს, შეიძლება იმ იდეოლოგიით გამოთაყვანებულ ნაწილში არის, რომ ეს უნდა ორიენტაცია ეს და ეს არ უნდა, ღორები არ უნდა, მონგოლები არ უნდა, მაგრამ ბრიუსელში ღირსებით შესვლა უნდა, ხო? კრეტინული აზროვნება, არასახელმწიფო აზროვნება, რუსოფობია საერთოდ კრეტინიზმია. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ რუსები უნდა გვიყვარდეს და ბაბაია უძახოთ. სისულელია ესე. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისტორიულმა პროცესებმა რუსეთი ჩამოაყალიბა ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყნად. ჩვენ ამას ვერ შევცვლით. თუ შეცვლაზე ვფიქრობთ, მაგარი დარტყმა მიგვიღია გონებაში. ამიტომ ჩვენ მას პრაგმატულად ცივი გონებით ურთიერთ სარგებლიანობიდან გამომდინარე უნდა მოვიქცეთ ასეა ნებისმიერი ქვეყანა, ასეა შეერთებული შტატები, რა საქართველოს შეერთებული შტატების მტერი არანაკლები იდიოტიზმია, ვიდრე რუსების მტრობა. ევროკავშირის მტრობა საქართველოსთვის ისეთივე უგუნური საქციელია, როგორც რუსების მტრობა, მაგრამ დამპალი იდეოლოგია ყველაფერს აკეთებს. დღეს მე გამომიგზავნეს ამერიკაში ძალიან კარგმა ქალბატონმა, რომელიც დიდი ხანია იქ არის და მიაწერა სიუჟეტს, რომ ისეთივე რაღაცები ხდება, როგორც თბილისშიო და მე მივაწერე ეს ერთნაირი პარანოია, რა ხდება. იმ ახალგაზრდა კაცის მიტინგზე, რომელიც შემდეგ მოკლა ცოტა ხნის მერე სნაიპერმა, რადა კონსერვატორი
ეს ცალკე ძალიან სერიოზული თემაა, რატომ კონსერვატორი მოკლეს. რატომ მოკლეს რუსეთში კონსერვატორი დუგინის ქალიშვილი, რომელიც სერიოზული ლიდერი იყო. კარგია რუსია, ცუდია რუსია, ამ სიშტერებზე უნდა შევწყვიტოთ ჩვენ აბა მე ვსაუბრობ ფაქტზე. რატომ მოკლეს? და რატომ მოკლეს ძალიან საღი ახალგაზრდა, რომელიც კონსერვატორ საფუძველზეა. აღზრდილი და სერიოზული შეხედულებათა სისტემა ჰქონდა. თან კონსერვატორი პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო, ხო? 3000 სტუდენტი სულ ცოტა ესწრებოდა იმ მიტინგს. აი, სანამ მას მოკლავდნენ, ვიღაც მემარცხენე მივიდა შეურაცხყოფილი სიტყვებით, ერთი მარტო მივიდა. მაგრამ რაც იმას პანჩურები ურტყეს და რა შეურაცხყოფებით აყენეს, იგივეა თბილისის ქუჩებში. რა ხდება? რა ხდება და ამერიკული საზოგადოება გაიხლიჩა. ეს არ არის ის ტრადიციული ამერიკა, რომელიც იყო 60-იან წლებში. ქართულ ახალგაზრდებს, დღევანდელ ახალგაზრდებს წარმოდგენა არ აქვს 60-იანების მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში, რა დონის მიტინგები იყო შეერთებულ შტატებში. ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, იქ ეგრეთ წოდებული ნეგრიტუდის მოძრაობა, რომელიც შავი ავაზები იყო, იქ მარტინ ლუთერის მკვლელობა და ასე. ამერიკის შეერთებული შტატები აი ზანზარებდა ასეთნაირად. მაგრამ გახლეჩილი საზოგადოება არ იყო. ეს ხო პოლიტიკის წინააღმდეგ. გასაგებია ამერიკელებს არ უნდათ, რა უნდათ ვიეტნამში, რა უნდა ებრძოლათ, რა ქონდა ამერიკას ვიეტნამში საბრძოლო. რომ არა ჭკვარეული იმპერიალისტური მიზნები, ხო? დამარცხდა შეერთებული. წარმოიდგინეთ, სოფლიოში მაშინ აბსოლუტურად სერიოზული ძლიერი სახელმწიფო, შეიძლება მას სამხედრო ნაწილში საბჭოთა კავშირი ეტოლებოდა, აბალანსებდნენ ერთმანეთს, დამარცხდა სასტიკად და ეს სინდრომები მას დიდხანს გაყვა, სანამ რეიგანმა ასევე, რომ იტყვიან, ამ სინდრომის მოსახსენად გრენადაში შეჭრა არ უბრძანა თავის სამხედრო საზღვაო ნაწილებს და კაპიტანმა გრენადა სად იყო ისიც კი არ იცოდა და ისე შევარდნენ და ისე დახოცეს იქ მშვიდობიანი ხალხი, თითქოს ვიღაცას ათავისუფლებდნენ. ესეც პოლიტიკური მარცხი იყო. ესე იგი, კონსერვატული შეხედულებები რატომ ებრძვიან საქართველოში რელიგიას, რატომ ებრძვიან კონსერვატორ შეხედულებები? ქართველი ხომ ბუნებით კონსერვატორია. მე ახლა ვსაუბრობ პარტიაზე. რატომ არის ბუნებით, იცი? მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, ქართველის მეხსიერებიდან ვერ ამოიღეს ოჯახის პატივისცემა, შვილები, მეუღლე, წარსული დედა, მამა, ბებიები, ბაბუები, რაღაც ისტორიული მეხსიერება, ფანტასტიკური კულტურა. კიდე გეუბნებით, ქართველების ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ ქართული საოცარი კულტურის მადლი აღარ სხია ძალიან ბევრს. ეს უნდა, მეც რატომ ვარ აქტივი, მე ეს მინდა, იმიტომ რომ ეს ფანტასტიკური წიაღია, კაცო, უნდა განვითარდეს, მაგრამ ჩვენი ტრაექტორიდან ამომავალი, აღმავალი ხაზით უნდა განვითარდეს. ებრძვიან, იმიტომ რომ აქ არის ძალა. ქართველთა დიდი გაერთიანების იდეა ზედაპირული არ არის. ეს ქართველებზეა ორიენტირებული და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველები წაქცეულიან და ვიღაც ჯგუფი, რომელსაც აფინანსებენ რამდენი წელი 1994 ხო მილიარდი დოლარი რა გამოზარდეს? გამოზარდეს უსახო არაფრის მაგნისი მეხუთე კოლონა, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოებით, გამოზარდეს პოლიტიკური არარაობები, ცნობილი სახეები, რომლებიც დასავლური ორიენტაციის არიან, თითქოს ზღაპარი. მაგრამ ვერ მოშალეს ეს. მოინდომეს თბილისში
რუსთაველზე LGBT აღლუმი და იმდენად გამოთაყვანებულია დასავლური წარმომადგენლობები თბილისში, რომ იმდენი არიციან რა ქვეყანაში არიან, რომ ამას სისხლის ფასად ქართველები არ დაუშვებდნენ. უკრაინა დამარცხდა, როდესაც კიევში უზარმაზარი გეი აღლუმი გაუკეთეს. და მაშინ არაერთი კარგი უკრაინელი იწერებოდა, რომ იქნებ თქვენ თავს გაუფრთხილდეთ, რომ ასეთი მარცხი ჩვენ უკვე დაღუპულები ვართ. დიახ, ეს რა არის LGBT თავისუფლება თუ არა, ეს არის ტესტი. იმიტომ რომ თუ შენ ამ ტესტს ჩააყალაპებ ხალხს, ამ ხალხს მერე გადაული. ამ ხალხისგან არაფერი დარჩენილი არის. ეს არის თახსირი ბრბო, რომელსაც შეგიძლია რასაც გინდა ის გააკეთებინო, რასაც უკრაინაში აკეთებენ. ქართველებმა ეს არ დაუშვეს, მაგრამ ქართველების წინააღმდეგობა გაცილებით დიდია, ვიდრე გამოჩნდა ამ წინააღმდეგობების დროს. ერთ-ერთი როცა განსაკუთრებულად ჩავთვალე, მე ხა მიტინგებზე სიარული არ მჭირდება, იმიტომ რომ 30 წელია თითქმის საათები მაქვს გატარებული ყველა ტელევიზიაში, ეხლა დახურა ოცნებამ სხვა ტელევიზიები ჩემთვის, თორე ეხლა მაქვს აგერ ჩემი ტელევიზია, სულაც არ მჭირდება სხვა ტელევიზია. რატომ მეც მივიღე, იმიტომ რომ ის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გვეჩვენებინა, რომ ქართველები ერთ აზზე ვართ. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ. არ იფიქროთ და გული არ გაიტეხოთ, რომ ჩვენ სუსტები ვართ. არა. ქართველები ძალიან მაგარი ხალხია, ყველაფერი შეუძლიათ. ჩვენ ამ უბედურებასაც გადავიტანთ, ამ მატყუარ ხელისუფლებასაც, ამ მეკრთამე ხელისუფლებებსაც მოვინელებთ და იმედია, რომ ძალიან მაგარ ქვეყანას ავაგებთ. ეხლა მთავარი ის არის, რომ ჩვენ სწორი ორიენტაციები გქონდეს, ჩვენ გქონდეს ზუსტი საოცრად იცვლება ყველაფერი. იცით, ერთი თვის უკან რაც იყო საერთაშორისო გარემო, დღეს შეცვლილი გარემოა. და შეცვლილია უფრო დაძაბულობისაკენ, ვიდრე რაიმეს მოწესრიგება გამორიცხულია. გამორიცხეთ დიპლომატია, გამორიცხეთ მოლაპარაკებები, ყველაფერი მიდის იმ დიდი დაპირისპირებამდე, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების განხორციელება, მაგრამ ეს დაპირისპირება დაკავშირებულია სერიოზულ მსხვერპლთან და ჩვენ მოვიაზრებით იმ ფრთაში ყოველ შემთხვევაში ასე უნდათ, რომელმაც ევროპასთან ერთად უნდა ჩაიდინოს თვითმკვლელობა ხაზსუსვამ ქართველების გასაგონად. საკმარისია იმ ევროპულ საომარ რიტორიკას ავყვეთ და ჩვენ დავღუპავთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენ ჭირდება სხვა გონიერება, ჩვენ ჭირდება გაგება იმისა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველოს ადგილი არ არის. მე გუშინ გავეცი ძალიან მაგარ კითხვებს, რომელიც დასვეს, ძალიან სერიოზული კითხვები, მსმენელებმა, მადლობა მათ. მე გავაგრძელებ ამ ხაზს და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ვართ დიდი დენთის კასრის, რომელიც კასრის აფეთქების წინაშე, რომელიც შიგა დაპირისპირებას ეხება, მაგრამ შიგა დაპირისპირების თავიდან ბოლომდე მასტიმულირებელი არის გარე დაპირისპირება, იმიტომ რომ ეს გარე, რომლის შენ მიდიხარ უჭკუოდ და უტვინოდ და იძახი, ღირსებით უნდა შევიდეთ თუ საუმრად ემზადება ქვეყანასთან, რომელიც მას უბრალოდ გაანადგურებს. ხაზსუსვამ მე არ გახლავთ პოეტი, მე არ გახლავთ ლექსების წერი, უდიდეს პატივს ვცემ ამ ხალხს. მე ვარ ტექნიკური განათლების ადამიანი, რომელმაც არანორმალურად დაწინაურ მეცნიერებაში 20 წელი დღედაღამ იმუშავა, მადლობა ამ გამართლებას ჩემ ცხოვრებაში. მე ამ სფეროს ერთ-ერთი მნახველი და მომუშა 20-მდე სტატია მარტო ერთი მიმართულებით რაკეტებთან დაკავშირებით მაქვს გაკეთებული, ხო? ხაზსუსვამ ყველა იმ გამოთაყვანებული ქართველის გასაგონებლად, რომელსაც ნატო და ევროკავშირი რაიმე წარმოუდგენია. ღმერთმა უკნას რაიმე უბედურება მოხდეს.
თორე ნატოსგან და ევროკავშირიდან თვალის დახამხამებაში არაფერი არ დარჩება და მე არ მინდა ჩემი ქვეყანა ამ გონება წამხდარ ამ ერთუჯრედიან კალასებს, ფონ ლაიენებს და ვიღაც რივტეებს და ასე შემდეგ ფანტასტიკური ქვეყანა შევწირო იმის გამო რომ 1994 წლიდან ქართველების ერთ ნაწილს უბრალოდ დააფურთხეს თავზე და გონება გამოურეცხეს და აქციეს იმად რაცაც არიან იდიოტური ლოზუნგები უაზრო მისწრაფებები და ამ დროს ქვეყანა თავზე გვექცევა რა გავაკეთოთ ესე იგი ჩემი მთავარი დასკვნა რომ გავაკეთო და ბევრი აღარ შეგაწუხოთ დღეს საქართველო არ არის იზოლირებული ქვეყანა და ამდენად საქართველოში მიმდინარე პროცესების ერთადერთი სწორი და სრულყოფილი დანახვის კუთხე არის საერთაშორისო გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან დანახვა ამ უბედურებისა. არავითარი დამოუკიდებელი შიგა პოლიტიკური პროცესი არ მიდის. ქოცი ნაცის გონება მეც ვერ წმდება. მას გონია ეს შიგა დაპირისპირება არ არის შიგა. გაცილებით დიდი დაპირისპირება და მე თუ ვსაუბრობ ამაზე, ვსაუბრობ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ სწორად გონიერი კაცი რითია, იცით, დასაფასებელი და მე დიდი გონიერი, დიდი რაოდენობრივად ბევრი ქართველის იმედი რომ არ მქონდეს და რომ არ მჯეროდეს შინაგანად რომ ესენი არსებობ, გონიერი კაცი შენგან რაიმეს თუ გააკეთებს პირდაპირ არ მიიღებს, ის მას კრიტიკულად გაატარებს და თუ მისი რეფლექსიის შედეგად მან თანხwebdriver ნახა შეხედულებებში რომ ეს მართლაც სწორია, ფაქტები შეაჯერა ყველაფერი, მაშინ ის ხდება, ანუ მე და ვიღაც შესანიშნავი ქართველი ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი იქნება, ჩვენ შეხედულებებში დავემთხვით ერთმანეთს და თუკი ჩვენ დავემთხვით და საერთო პოზიცია ჩვენი ქართული სახელმწიფოა, ჩვენ ერთმანეთთან გზას მოძებნით. სხვა გზა ქვეყნის გადარჩენისა გარდა საღი ქართველების შეკრებისა და ამ ქვეყანის ბურჯად დადგომისა არ არსებობს, არც იარსებებს. ეხლა ჩვენ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე საშიშ პერიოდს გავდივართ. შაჰ აბასის პერიოდი შედარებითაც კი არ მოვა, თავისი მასშტაბით, გიგანტური მასშტაბით, გიგანტური ზეწოლებით და შენში მომხდარი უდიდესი გარდატეხით, როდესაც შენ დაკარგე ის, რაც გქონდა შაჰ აბასის დროს, შენ იბრძოდი. ხასუსვა შენ იბრძოდი. ეს ისტორიკოსებმა და ლიტერატორებმა გააბიტურეს ეს სიტყვა. რას ნიშნავს? იცით, ბრძოლა. ხმალს აიღებდი, ცხენზე შეჯდებოდი და შენნაირ ცხენიან და ხმლიან კაცთან პირისპირ მიდიოდი. ეს სხვა ფსიქოლოგია. ეს სხვა მენტალობა. ეს არ არის ის, რაც დღეს გვაქვს. დღეს LGBT გაუხდა ვიღაცებს თავისუფლების და თვითგამოხატვის ეკლესიის შეურაცხყოფა თვითგამოხატვა თავისუფლება წინაპრების შეურაცხყოფა ანუ ჩვენ დაგვიგროვდა ნაგავი ხასუსა ქართველებს დაუგროვდათ ნაგავი აქ არის ორი სცენარი ან ნაგავი გადაფარავს მთელ ქვეყანას და სანაგვეთ იქცევა და გაიტანენ და ჩვენ გავწმინდავთ ამ ნაგავს ისე რომ ავაგოთ ღირსეული ქვეყანა და ამ ღირსეულ ქვეყანაში კონსერვატორს თავისი შეხედულებები ექნება, ლიბერალს თავისი, ლეიბორის თავისი, ყველას თავისი, მაგრამ ჩვენ ერთნაირად ვიქნებით ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოს მიმართ, ამ კულტურის მიმართ. ძნელია? მე უფროსი თაობის ადამიანი ვარ, რომელმაც გაიარა არანორმალურად რთული გზა არც თავისქებით ვამბობ, ძალიან მძიმე გზა გავიარე. ჩემი ასაკიდან შეიძლება იმის დანახვა, რომ ამის მიღწევა შეიძლება, მაგრამ ეს უნდა გინდოდეს.
ეს უნდა უნდოდეს აუცილებლად მინიმალური რაოდენობის ქართულს მაინც მაშინ ყველაფერი გამოვა. აი ეს არის თავარი ძალისხმევის მიზანი და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ამ გზიდან არ გადაუხვევთ და ჩვენ ამას შევძლებთ. დიდი მადლობა ყველას ვინც უსმენდით. ეხლა დაგემშვიდობებით შაბათამდე. შაბათს კი ჩვენ გავიაროთ ყველაფერი, რაც საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ეხება. ჩვენ გავიაროთ ყველა სცენარი, რომელიც შესაძლებელია მოვლენათა განვითარების მიხედვით. სირთულე რაში აიცით, საქართველოში მოვლენები განვითარდება ისე, როგორც განვითარდება, შეიძლება სრულიად მოულოდნელად რუსეთ დასავლეთის დაპირისპირების ფონზე. ამიტომ ყველაფერი გასააზრებელია, ძალიან გჭირდება სიფრთხილე, მაგრამ გჭირდება მე ამისთვის მზად ვარ, საათობით მუშაობ, რომ რაიმე არ გამომეპაროს, რაღაცის განალიზი არ იფიქროთ, რომ მე აქ სპონტანურად ვლაპარაკობ, მე სანამ აქ დავჯდები და თავს უფლებას მივწემ ამდენად ადამიანს ვესაუბრო, მე სერიოზულად მუშაობ, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის რა ხდება ამ ქვეყანაზე. მე რა მომწონს და მე რა მიყვარს, აი შემიძლია ხაზზე დავიფიცო, რომ ამ თემაზე მე არასდროს ეს მე შემიძლია პირად საუბარში ვისაუბრო, და კითხვას თუ დამისვავს ვინმე, რომ ბატონო თქვენ რა გიყვართ, არ მინდა ბატონო პირდაპირ მითხარ, დემონ შენ რა გიყვარს ბოლო მითხარი. აი ამ კითხვაზე მე გავცემ, რა თქმა უნდა, მე შემიძლია ჩამოთვალო რა მიყვარს, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის, თუ იქნება ასეთი კითხვა, კი ბატონო, ამაზეც ვისაუბრებ. დიდი მადლობა ყველას. მე უდიდესი პასუხისგებლობა მაქვს თქვენს წინაშე და მე გემშვიდობებით შაბათს 21 საათს.